ეთერში დღის თემით დაგიბრუნდით 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება 2026 წლის მთავარი თემა ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტა რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას გააძლიეროს კოლექტიური პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს უფრო მდგრადი და უსაფრთხო გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. Ამ თემასთან მიმართებაში დღეს ჩვენი სტუმარია გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის სპეციალისტი ილია მეგრელიძე. მოგესალმებით ბატონო ილია, მადლობა რომ ამ მნიშვნელოვანი თემით შემოგვიერთდით. მადლობა თქვენ რომ ინტერესებით გარემოს დაცვითი საკითხებით. და რაც შეეხება 22 აპრილს, როგორც აღნიშნეთ, დედამიწის დღე აღინიშნება მთელს მსოფლიოში და ამ დღის აღნიშვნას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ფიქრობ უპრიანი იქნება ამით დავიწყოთ საუბარი. მადლობა. უშუალოდ სანამ ვისაუბრებ დედამიწის დღეზე, მოკლედ მოგიყვებით ჩვენი სამსახურის საქმიანობაზე. გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიპი, რომლის მთავარი მიზანიც გარემოს დაცვითი ცნობიერების და ასევე აგრარული ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, ასევე ამ მიმართულებით განათლების ხელშეწყობა. და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ დედამიწის მსოფლიო დღის მთავარი მიზანიც გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. დედამიწის მსოფლიო დღე 1970 წელს ჩამოყალიბდა, მაშინ როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი გარემოს დაცვითი პრობლემა დაგროვდა, მილიონობით ადამიანი გამოვიდა გარეთ და მათ დაგროვებმა პრობლემებმა გამოიღო შედეგი და დღეს უკვე დედამიწის მსოფლიო დღე აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება ითქვას მილიარდობით ადამიანს და ამ 190 ქვეყანას შორის რა თქმა უნდა საქართველოც არის. ძალიან საინტერესო როგორც ახსენეთ წლევანდელი წლის სლოგანი ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტა და ალბათ ამაზე ყველაფერთან ხვდებით რომ პლანეტა ნამდვილად ჩვენი ძალაა. კი ბატონო და რაც შეეხება ამ გზავნილს და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტა. მაინც მინდა გავაკეთოთ აქცენტი თუ რა იგულისხმება ამაში და რატომ არის სწორედ ეს გზავნილი 2026 წლის და ესეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი. გზავნილი ნამდვილად შეიძლება ითქვას შთამბეჭდავია, იმიტომ რომ ეს სლოგანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმაზე, რომ თუ ჩვენ არ გავურთხილდით ჩვენს პლანეტას, ის აღარ იქნება, ვეღარ ვიქნებით ძლიერები მის გარეშე. ჩვენ უნდა გავურთხილდეთ ჩვენს ბიომრავალფეროვნებას, წყლის, ჰაერის დაბინძურებას, ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან ის ვერ იქნება ისეთი, როგორც შეიძლება დღეს არის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დღეს მე, ხვალ თქვენ და უკვე დროს უკვე იქნება ათობით ადამიანი, რომელიც ნამდვილად კიდევ ერთით მეტი ადამიანი ფიქრებს მის კარგად ყოფნაზე და ნამდვილად ყველა ერთად უნდა შევჯერდეთ, რომ დედამიწა ნამდვილად კარგია ჩვენთვის, ის არგუნებს პირიქით. ნამდვილად და რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა, დედამიწას უნდა გაფრთხილება და ის არის ერთი ძალიან ესეთი იმედის მომცემი, რომ მსოფლიოს საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში. თუმცა ხა გამოწვევებზე რომ საუბრობთ, შეიძლება არაერთი მიმართულებით ჩაშლა, բայց მთავარი გამოწვევა რა არის დღეს? დღესდღეობით მთავარი გამოწვევა სამწუხაროდ ერთი არ არის. გამოწვევა შეიძლება იყოს, როგორც ვახსენე და წლევანდელი დედამიწის მსოფლიო დღის მთავარი თემებიც არის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ჰაერის და წყლის დაბინძურება, პლასმასის ზეგავლენა გარემოზე და სხვა მრავალი. და თითოეულ ამ გამოწვევაზე და ჩვენი ცენტრიც შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება ამ გამოწვევების შემსუბუქებას, ხალხს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რათა ეს ცნობიერება ამაღლდეს, ხალხმა მეტი გაიგოს ამის შესახებ. დიახ, და როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ, რა სახის კამპანიებს ახორციელებთ? ჩვენი სამსახური გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო და შემეცნებით კამპანიებს. და ჩვენი სამიზნე აუდიტორია ზოგადად ძალიან მრავალრიცხოვანია, დაწყებული ბაღის აღსაძლებიდან, ასევე მათ შორის არის სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მათ შორის ბაკალავრის და მაგისტრატურის, ასევე პედაგოგები და სკოლის დირექტორები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცოთ მთელი საქართველო და არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ თბილისზე.
ჩვენ მთელი საქართველოს მოვიცავით უკვე წლის მეოთხე თვეა და რიცხვები უკვე ძალიან სტაბილურია, შევხვდით არაერთ სკოლას. ბავშვებს გავაცანით ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა დეფიციტური პროფესიები, რაც წინ წამოწეულია ჩვენ ქვეყნის მასშტაბით და რაღაც გარკვეული პროფესიები, სადაც ქვეყანა ამ კადრების სიმცირეს განიცდის, ასევე ისეთი თემები, ასევე კლიმატის ცვლილება, რაც ჩამოვთვალეთ, ბიომრავალფეროვნება, პლასმასის ზეგავლენა გარემოზე და საინტერესოა ის, რომ მათ ძალიან ბევრი იციან უკვე ამის შესახებ და ჩვენ უფრო მეტად გაფილტრული და ჯანსაღი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ თემებთან დაკავშირებით. კი ბატონო, და აი თქვენ თქვით, რომ ძალიან ბევრი იციან, ანუ ინფორმაციას ფლობენ და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. ინტერნეტ სივრცეც აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია მიიღონ, თუმცა საინფორმაციო კამპანიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სკოლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხა ვისაუბრეთ კადრს მიღმაც, რომ აწარმოებთ მუშაობას არა მარტო ბავშვებთან, პედაგოგებთან, სკოლის დირექტორებთან, იქიდან გამომდინარე, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს. აი, უკავშირი როგორია, მათი დაინტერესება ერთჯერადია, თუ ეს ბავშვები ჩართულნი არიან ამ პროცესში და აი, რა სახით მუშაობთ, რა ინფორმაციას მიაწოდებთ და როგორია მერე მათი ჩართულობა? მადლობა ამ კითხვისთვის. აქტიურობა ჩვენი სამიზნე აუდიტორიის არის ძალიან დიდი. აი ჩვენ სოციალურ მედიაში ძირითადად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირად ჯანსაღი და გაფილტრული ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს ამ გარემოსაცვის საკითხებზე და მათი დაინტერესება არის ძალიან მაღალი. ჩვენ მაგალითად ყველანაირად ვცდილობთ, რომ აი არ დაგვრჩეს სეგმენტი უყურადღებოთ, ვაცხადებთ სხვადასხვა სახის კონკურსებს და უნდა ნახოთ აი როგორი აქტიურობა შეიძლება პოსტი დადებული არ იყოს, რომ უკვე აი გაზიარებულია იმ ბავშვებში, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ აქამდე მსგავსი ტიპის კონკურსში, უზიარებენ თავიანთ მეგობრებს და უკავშირს რაც შეეხება, ისინი გვწერენ, რომ კიდევ ერთხელ არ შეიძლება მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ და ასევე ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მასწავლებლები, რომლებიც თავით მოსწავლეებს უზიარებენ ინფორმაციას, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის კონკურსი, გარკვეული ტრენინგები. ჩვენ მაგალითად მაქსიმალურად ვცდილობთ შევხვდეთ და მოვიცვათ სკოლები და მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჩვენი რესურსი შეიძლება არ არის იმდენად დიდი, რომ ჩვენ მაგალითად ყველა სკოლა მოვიცვათ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ისევე როგორც ყველაფერში ნაბიჯ მოვიცვათ ისინი, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, ძალიან ბევრი გვირეკავს და გთხოვენ, რომ აი ჩვენ სკოლაში ჩამოდით და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ აუცილებლად ჩავალთ მათ სკოლაში და აუცილებლად მოვიცავთ მთელ საქართველოს. კი ბატონო, და რაც შეეხება გარემოზე ზრუნვის კულტურას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკიდანვე ეს კულტურა ჩამოუყალიბდეთ პატარებს, მოსწავლეებს, რა თქმა უნდა. თუმცა შემდეგ, ანუ მე უკვე მაინტერესებს დავუშვათ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეების გარდა ვინ არის ჩართული და კონკრეტულად აი წელს რა აქტივობებს ახორციელებთ? კი ბატონო, ძალიან სწორია, რომ გარემოსაცვის ცნობიერება იწყება ბავშვობიდან. ჩვენ რასაც ვასწავლით ბავშვებს ის იგივე რო გაიზრდება იმ ეკოლოგიური ჩვევებითი გააგრძელებს ცხოვრებას და ეს ჩვევა უნდა იყოს გადამდები ყველასთვის. მეგობრის ბავშვი ესეთ შემთხვევა იყო, მეგობრის ბავშვმა პლასმასის ბოთლში რატო იყიდე რაღაც გარკვეული თქვათ პროდუქტი, როცა მაგალითად ასევე ძალიან კარგი ეკორჩევა, რომ კბილს როცა იხეხავ მაგალითად, ონკანი უნდა დაკეტო და ნაკლები წყალი მოვიხმაროთ, ასევე ოთახიდან რომ გავდივართ, შოქი უნდა ჩააქრო, ეს ბავშვებმა უკვე იციან. და ასევე ძალიან საინტერესოა, როცა ჩავდივართ რეგიონებში, მე პირადად განცდა მქონდა ისეთი, რომ შეიძლება რაღაც ინფორმაციის სიმწირე იყოს, მაგრამ პირიქით. იქ აი როგორ თქვა, მე პირადად ძალიან გაუცებული ბრუნდებოდი იქედან. ჩემს ბავშვობაში როცა მეგონა რომ ფოთლების დაწვა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო და შეიძლებოდა, აი იქ ბავშვებმა უკვე იციან, რომ ფოთლის დაწვა არ შეიძლება და ფოთლის გამოყენება შეუძლიათ და შეიძლება გახდეს ბუნებრივ სასუქად, ანუ კომპოსტაციას ახდენენ ამ ფოთლების და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალმა თაობამ უფრო მეტად წინ არიან გარემოსაცვის საკითხებით, თქვათ, ვიდრე შეიძლება ჩვენ და მაგრამ ჩვენც ვეწევით ამ სიახლეებს და ნაბიჯ ისევ გავიმეორებ, ვცდილობთ რომ ჩვენი გარემო მეტად ეკოლოგიური და მეტად მწვანე იყოს.
კი ბატონო, და რაც შეეხება ეკოკლუბებს, მინდა რომ ამ მიმართულებითაც ისაუბროთ, იმიტომ რომ ეკოკლუბების დაფუძნებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ნამდვილად ჩვენ უშუალოდ რეგიონებში და არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც როცა სკოლებში მივდივართ, ბევრ სკოლაში უკვე არსებობს ეკოკლუბი და მათი ინიციატორები არიან მასწავლებლები, ვინ ძალიან მონდომებულები არიან და ჩვენი მხრიდანაც ხდება და არა მარტო მასწავლებლების დაფასება, რომ მათი ეს თითოეული გაღებული წვლილი, რომ შექმნან ეკოკლუბები, ბავშვებს მეტი მწვანე ინფორმაცია, გარკვეული აქტივობები გააკეთონ სკოლის ბაზაზე. ჩვენ ასევე გვაქვს კონკურსი განათლება მწვანე მომავლის, რომელიც სწორედ მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და სწორედ მათი აქტივობები და სწორედ შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკურსი მათ აძლევს мотивაციას, რომ უფრო მეტად მონდომებულები იყვნენ ამ საკითხში. და ჩვენი მხრიდან ხდება მათი დაჯილდოება, რომელიც ძალიან მალე გაიმართება და უკვე აირჩევა, თქვათ, მასწავლებლები ამ კონკურსში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მასწავლებლების როლი გარემოსათვის საკითხების ამაღლებაში ნამდვილად დიდია. კი ბატონო, და რაც შეეხება ნარჩენების მართვას, თქვენ საუბრისას პლასმასის ბოთლები ახსენეთ და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით რამდენად არის დაინტერესება და რას აკეთებთ თქვენ, რა სახის კამპანიას ეწევით? ზოგადად დაინტერესება ყველა გარემოსათვის საკითხისადმი ძალიან მაღალი და განსაკუთრებულია პლასმასის ზეგავლენა გარემოზე. როგორც უკვე იცით, გარკვეული აკრძალვებია ქვეყანაში პლასმასთან დაკავშირებით, რომ მოსარევები, ჩანგლები და კონტეინერები აიკრძალა და როგორ თქვა, ხალხის უმეტესობას ძალიან კარგად მიიღო, რადგან ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე რო გავაჩვენოთ, ყველა გვეტყვის, რომ პლასმასი ცუდია და მათ გაცნობიერებულიც აქვთ ეს ყველაფერი. ჩვენი მხრიდან, აი შეიძლება როგორც ახლა ვთქვით, აი პლასმასი ცუდია, მაგრამ აი ჩვენი საინფორმაციო კამპანიებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარდა იმისა, რომ პლასმასი ცუდია, რაც უდის ზეგავლენა აქვს მას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც შეიძლება იყოს აი გარემო ჯანმრთელობა, მაქსიმალურად გაფილტრდა ძალიან მარტივ ენაზე ვუხსნით და ვაწვდით მათ ინფორმაციას. და ასევე ძალიან საინტერესოა, ისევ ერთგვარი კონკურსი გვაქვს პლასმასთან დაკავშირებით, პლასმასი და გარემო, ესეთი ფოტოკონკურსი გვაქვს გამოცხადებული, სადაც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ. მათ ამ კონკურსში უფლება აქვთ წარმოაჩინონ მათ ირგვლივ სადმე თქვათ აბინძურებული ადგილი პლასმასით და თქვათ როგორ დაასუფთავეს შემდეგ, აი before and after, ანუ ესეთი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს და მიიღონ მონაწილეობა და მოვუწოდოთ მათ რომ აქტიურად ჩაერთონ ამ კონკურსში და ასევე ჩვენ მათ სამოტივაციო გარკვეულ პრიზებსაც ვაძლევთ, რა თქმა უნდა, ბოლოს. აი საერთაშორისო გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით და იზიარებთ თუ არა? ჩვენ აქტიურად ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, თუნდაც დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, ისინიც ისევე აქტიურად უერთდებიან როგორც ჩვენ და მათაც აქვთ ისეთივე საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრები, როგორც ჩვენ და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, საქართველოს არ არის, ჩვენც გვაქვს გარკვეული დასუფთავების კამპანიები, საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრები და აქ არ არის საუბარი მხოლოდ დედამიწის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე, როგორც ვახსენე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა ისეთი ეკოლოგიური და გარემოსათვის საკითხი, რომ აი როგორ თქვა, ყველა სეგმენტი მოვიცვათ, ვიღაცა შეიძლება ის დეფიციტური პროფესია აინტერესებს და ვიღაცას კლიმატის ცვლილება და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ჩართულია თუ არა დედამიწის წამზე? დედამიწის რთული კითხვა, მაგრამ დედამიწის წამზე ჩართული რო არ იყოს, მაგაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ძალიან საინტერესო, აი განმეორდები, დედამიწის დღის წლევანდელი ერთ-ერთი მთავარი თემაა რესურსების სწორი გამოყენება. ჩვენ თუ ამ რესურსებს არ გამოვიყენებთ სწორად, ხვალდაზეგის რესურსი აღარ იარსებებს და ფიზიკურად ჩვენი მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ გაურთხილდეთ დედამიწას. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ რესურსების სწორად გამოყენება, იმიტომ რომ გათავისებული გვაქვს, თუმცა შეიძლება არ ვიცოდეთ, როგორ განვახორციელოთ პრაქტიკაში ეს ქმედება. ანუ საჩიელება ინფორმაციის მოძიება ამის შესახებ, ანუ ინტერნეტ სივრცე რა თქმა უნდა უამრავ მასალას გვაძლევს, მაგრამ კონკრეტულად, ანუ თქვენი აქტივობების ფარგლებში. კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩვენი Facebook და ზოგადად სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram და TikTok,
სწორედ მანდ დახვდებათ დაინტერესებულ ადამიანებს გაფილტრული ინფორმაცია, როგორც ახსენეთ, ინფორმაცია ძალიან ბევრია ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ გადასამოწმებელია, რაღაცას დაზუსტება სჭირდება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სამსახურის სპეციალისტებთან გადავამოწმოთ ინფორმაცია და მივაწოდოთ ხალხს მართლაც ზუსტი ინფორმაცია, რაც ძალიან იშვიათია 21 საუკუნეში, განვასხვაოთ ერთმანეთისაგან რა არის მართალი და რა ტყუილი. კი ბატონო, და აი რაც შეეხება ზოგადად ნახეთ ეკოლოგიური ცოდნის გაზიარებას. ეს რამდენად მნიშვნელოვანია. აი, თუნდაც სკოლის მოსწავლეებში, რა თქმა უნდა, როდესაც მეტ ინფორმაციას ვაწვდით და თქვენ აღნიშნეთ კონკურსები იმართება და რაღაც თამაშის სახით, პატარების დაინტერესება უფრო ასე შეიძლება და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ხეების დარგვა. დიახ, აი ეს რამდენად გაქვთ თქვენ პრაქტიკაში დანერგილი და იღებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია ამ აქტივობაში მონაწილეობას? ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი აქტიური ხეების დარგვის მხრივ და მაქსიმალურად ვცდილობთ თუ მოხვდით რეგიონში და გვაქვს შეხვედრა რეგიონში, ან თუნდაც თბილისში, სკოლაში მივიტანოთ, თქვათ რამდენიმე ენერგიი და ერთგვარი გამწვანების აქცია, თქვათ გააკეთოს სკოლამ და სკოლის მოსწავლეებმა. საინტერესოა ეკოლოგიური ჩვევის ჩამოყალიბება, რაც ახსენეთ, აი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, აი მე ერთმა ადამიანმა რა უნდა შევცვალო დედამიწაზე უფრო როგორ გავხდი მეტად მწვანე, მაგრამ აი ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. თუნდაც მაღაზიაში ერთჯერადი პარკის გამოყენების ნაცვლად შეგვიძლია ნაჭრის მრავალჯერადი ჩანთავატაროთ და ეს გავხდეთ სამაგალითო სხვისთვის. და რაღაც მომენტში თქვათ თუ ამას არ შევხედავთ რაღაც ეკოლოგიური მიმართულებით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის აი რაღაც ერთგვარი სტილი იყოს ჩვენი ვაქციოთ, რომ ნაჭრი ჩანდა მეტად ლამაზია, ვიდრე თქვათ პოლიეთილინის პარკი. და აქაც შეიძლება ითქვას რომ აი შეიძლება თავის დროზე ვიღაცა ძალიან უცხოდ გიყურებთ ეს ნაჭრის ჩანთაში რატო დებთ რაღაც გარკვეულ პროდუქტებს, მაგრამ ეხლა აპრობირებულია თავის დროზე რაღაც ის ძალიან ისე იყურებოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე როგორ თქვა, სტილთან ერთად ეკოლოგიური და ეკონაბიჯი გადადგმული წინ. კი ბატონო, და ზოგადად რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას მთელი სამყაროს და ადამიანების პასუხისმგებლობის ძალიან დიდი ნაწილია იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც როგორც მოვექცევით ბუნებას, ისევე ადეკვატურად გვიპასუხებს ის და აი, როდესაც კატაკლიზმებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნების და სამყაროს პასუხი და აი, გარკვეულ მონიტორინგს თუ აწარმოებთ, თუნდაც რა იყო უახლოესი 5 წლის უკან, დღეს რა მდგომარეობა, ანუ საზოგადოების ცნობიერება, რა თქმა უნდა, ჩვენს რეალობაში ახლა ჩვენ მთელს მსოფლიოზე და ყველა ქვეყანაზე ვერ ვისაუბრებ და აი თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტ რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გარკვეული შედეგები ამოვიღოთ თუ რა წინსვლა გვაქვს რაღაც გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით და წინსვლა ნამდვილად აღინიშნება, თუნდაც ეს წინსვლა გამოიხატება იმაში რომ ხალხმა უფრო მეტი იცის გარემოსაცვით საკითხებზე ვიდრე აქამდე, სხვა თქვათ გარკვეულ თემებს და გარკვეულ კატაკლიზმებს რომ თავი დავანებოთ. კი ბატონო, და აი რეალობა როგორია და მოლოდინი როგორია? რეალობა ვფიქრობ უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად და აი ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ ვფიქრობ რომ რეალობა ძალიან კარგი გახდება, ისევ ჩვენივე დახმარებით, ისევ ჩვენ ხალხმა უნდა გადავწყვეტოთ ეს და არავის არ ეგონოს რომ ერთი ადამიანის რაღაც გარკვეულმა ცვლილებამ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს პირიქით, ჩვენ გავხდებით სხვებისთვის სამაგალითო და ეს ჩვენივე ნაბიჯი, ჩვენივე რეალობას და მომავალს უფრო უკეთეს გახდის ამ მიმართულებით. კი ბატონო, და ზოგადად როდესაც ეკოლოგიაზე ვსაუბრობ და ამ მიმართულებაზე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული ამ პროცესში არის თუ არა ისედაც აი უმავლის პროფესია. აი ნახეთ ჩვენს ვისაუბრეთ ახალგაზრდებზე, ანუ სკოლის მოსწავლეებზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრმა კი ბატონო ეხლა ამჟამად ჩართულები არიან ამ პროექტებში, აქტივობებში, მაგრამ აი კონკრეტულად რომ ბევრი დარგის ამ დარგის სპეციალისტი გვყავდეს. აი ნამდვილად მე ვახსენეთ დეფიციტური პროფესიები და ერთ-ერთი თემა, რასაც ჩვენ სკოლის მოსწავლეებს ვუხსნით და ვუყვებით ამისას, ეს არის სწორედ ეს პროფესიები, რომელიც სჭირდება ძალიან მთელ მსოფლიოს და ასევე მათ შორის საქართველოსაც, მაგრამ დაინტერესება თითქოს დაბალი. ესეთ პროფესია შეიძლება იყოს აგრონომი, მეტყევე, მაგრამ რამდენს როგორი საინტერესო პროფესია და ცოტა შორის ბევრმა არ იცის თუ რა შეიძლება მოიცადოს ეს პროფესია და როცა ჩვენ მათ ვუყვებით ამ პროფესიების შესახებ, მათგან ძალიან დიდი ინტერესი მოდის და ნამდვილად უჩნდებათ და უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და გაგება სურთ, რომ ვაიმე მეტყევეს კიდევ რა ევალება, როგორი საინტერესო და ასე შემდეგ. ასევე რამდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს
მეფუტკრეობაც ასე ვეტერინარიაც კი დეფიციტური პროფესია აღვთ ვეტერინარი არა როგორც უფრო მეტად სოფლში ცხოველების და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენ გავზარდოთ ინტერესი ამ დეფიციტური პროფესიების მიმართ. კი ბატონო და რა თქმა უნდა ამ საინფორმაციო კამპანიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მით უმეტეს როდესაც ბავშვებთან მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა ისევ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს უთხრა რომ წლევანდელი დედამიწის დღის მთავარი გზავნილი არის ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა და მართლაც ჩვენს ხელშია ჩვენი პლანეტა და გამეორდებით ალბათ რომ დედამიწის წამსვამი ჩართულია თქვენ აბსოლუტურად მართებულად ისაუბრეთ ამაზე ესე რომ არ იყოს ეს თემა არ იქნება ასე აქტუალური ძალიან კარგი რომ მთელი სამყარო არის ჩართული ამ პროცესში და აი ორი სიტყვით მინდა რომ შეაჯამოთ ეს გადაცემა აი მათთვის თუნდაც ვინც აი ეხლა ჩართო ეხლა გვისმენს ეხლა გვიყურებს თუმცა ყველას მინდა უთხრა რომ შეგიძლიათ გადახვევის რეჟიმში ნახოთ გადაცემა რადიო იმედის Facebook გვერდზე პორტალებზე იმედი GMI ვიდეოჯი მაგთი IP ტელევიზიით 53 არხზე რადიო იმედის და ტელეიმედის YouTube არხებზე და რას ეტყოდით ზოგადად იმ ადამიანებს ვინც ახლა გვისმენთ და ვინც თუნდაც ამ წუთას დაინტერესდნენ ამ საკითხით. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, აი წლევანდელი სლოგანი, ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა, ყველაზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენ დედამიწის სიძლიერეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ 8 მილიარდი ვართ, დედამიწა კი ერთია და ის მართლა ყველას გვაერთიანებს და ყველამ ერთად მაქსიმალურად თუ სწრაფად არა ნაბიჯ მაინც ვეცადოთ რომ გავხადოთ უკეთესი, რადგან ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობ და მისი ჯანმრთელობა ჭყარლებში რა თქმა უნდა ჩვენი მომავლის საწინდარია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყუთ რომ 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმარი იყო გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის სპეციალისტი ილია მეგრელიძე. მადლობა დროებით. ნახვამდის.